საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან დავით დევიძესთან განაგზობთ საუბარს. ის ჩვენი სტუმარია. მოგესალმებით ბატონ დავით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩვენი მაყურებლის ნაწილი იცნობს ამ პრობლემას, თუმცა იმ ნაწილისთვის, ვინც ასე ღრმად არ იცის ამ პრობლემის არსი, თუ რაზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ, მე მინდა გითხრათ, რომ კიდევ ერთხელ განვმარტოთ მათ პრობლემის ვითარება. როგორც ამ მონაცემებიდანაც ჩანდა, მამაკაცების მესაკუთრეების რაოდენობა არის გაცილებით მეტი, ნაკლები არის ქალების. რატომ, რა მიზეზები არის, რომ გითხრათ? დიახ, პირველი რაც უნდა აღინიშნოს, არის საკანონმდებლო ნორმატიული აქტების მიმოხილვა. აღნიშნული კუთხით შეგვიძლია ითქვას, რომ საქართველოს კანონმდებლობა სრულად დაბალანსებულია. ქალის და კაცის უფლებები სამოქალაქო კოდექსი და საქართველოს კონსტიტუციით აბსოლუტურად თანაბარია. არ არსებობს რაიმე ტიპის უპირატესობა რომელიმე სქესის მიმართულებით, თუმცა როგორც კვლევებშია აღნიშნული, აქ დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი და რეგიონების მიმართულებით გაცილებით დიდი რაოდენობაა, ასეთი დიფერენციაცია გვაჩვენებს, რომ მამაკაცებზე მეტი საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული, რის გამოც საჯარო ეროვნულ სააგენტომ დაიწყო პროექტი გენდერი და საკუთრება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ პრობლემა მდგომარეობს შემდეგში, რომ მოსახლეობა არ არის ინფორმირებული თავიანთი უფლებების შესახებ და მათ არ შეუძლიათ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება კონკრეტული სამართლებრივი მოქმედებების შესრულების დროს, როგორც არის დაუშვათ მემკვიდრეობაზე უარის თქმა, რაც ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია ხოლმე გარკვეული სტერეოტიპების არსებობასთან, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და ეს დადასტურებულია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, სადაც ჩანს, რომ ქართული საზოგადოებაში არსებობს გარკვეული ტიპის სტერეოტიპები, რომ ქონება რჩება ბიჭს და ასე შემდეგ, რაც ხშირ შემთხვევაში შემდეგ იწვევს ხოლმე გარკვეული ტიპის პრობლემებს საომავლოდ, როდესაც ქალს უარი აქვს თქვა საკუთარ ქონებაზე მშობლების მემკვიდრეობიდან, ხოლო განქორწინების შემდეგ მას არ გააჩნია საკუთარი სახლი, საკუთარი უძრავი ქონება, რომელსაც განავითარებს დაუშვათ თავის ბიზნესს, რომელზეც დაფუძნებით ის მოიწყობს უკეთეს მომავალს. ბატონო დავით, ჩვენ აი ბოლო მონაცემები მივიღეთ თქვენგან, სულ ახალი სტატისტიკა. თქვენი ინფორმაციით და თქვენ მუშაობთ ამ თემებზე, სად უფრო ხშირად აწყდებიან ქალები პრობლემებს, მემკვიდრეობის მიღებაში თუ განქორწინების შემდეგ ქონების გაყოფის დროს? აი ეს ზოგადად რომ შეაფასოთ. სახელმწიფოს მხრიდან ამ შემთხვევაში დაცულია ყველა ის უფლება, რაც გააჩნია ნებისმიერ ადამიანს და მეტიც უნდა ითქვას, რომ სამოქალაქო კოდექსი ხმარობს ტერმინს ფიზიკური პირი, ეს იმისთვის მინდა აღნიშნო, რომ არანაირი განსხვავება უფლების თვალსაზრისით არ არსებობს. ასევე, როდესაც მიწის რეფორმა ჩატარდა საქართველოში, უფლებები გაიცა როგორც კაცებზე, ისე ქალებზე სრულიად თანაბრად, არ ყოფილა რაიმე ტიპის განსხვავება, ოჯახებს გადაეცათ მიწები და ასევე, როდესაც მოხდა ბინების პრივატიზება, ეს ქონებაც გაიცა სახელმწიფოს მხრიდან თანაბრად როგორც კაცებზე, ისე ქალებზე და ოჯახებზე განკერძოვდა, მაგრამ რეგისტრაციის ეტაპზე, როგორც ჩვენ სტატისტიკა გვაჩვენებს, დასტურდება, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი რატომღაც უარს ამბობს უფლების რეგისტრაციაზე თავიანთი ძმის, თავიანთი მამის ან მამაკაცის სასარგებლოდ. რაც ხშირ შემთხვევაში შემდეგ საომავლოდ უქმნის მათ პრობლემებს და ეს პრობლემები გამოხატულია ხოლმე როგორც წესი, როდესაც მას არ გააჩნია არანაირი საკუთრება, მას არ გააჩნია განავითაროს თავის მომავალი უკეთესად, რაც ხშირად დაკავშირებულია იმასთან, რომ მას არ აქვს ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების დროს, როდესაც მემკვიდრეობაზე დაუშვათ ამბობს უარს, ან თავისი ძმის სასარგებლოდ და ეს დაკავშირებულია იმ სტერეოტიპებთან, როგორც არის, რომ მისი შეხედულებით ეს კანონით ასეა განმარტებული, რაც ნამდვილად ასე არ არის და საჯარო რეესტრის კამპანიაც მიზნად ისახავს სწორედ იმას, რომ მაქსიმალურად მოსახლეობის ცნობიერების დონე იქნეს ამაღლებული, მათ მიეწოდოთ მეტი ინფორმაცია, როდესაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, ეს იყოს აბსოლუტურად მათი გააზრებული სამართლებრივი. ზუსტად აი ეს კითხვები მივიღეთ ჩვენ, ძალიან ბევრი მაყურებელი გვირეკავდა, პირადად მეც წერდნენ სოციალურ ქსელში და სვამდნენ კითხვას. კითხვები იყო ძალიან მარტივი. საიდან უნდა დავიწყოთ, რა უნდა გავაკეთოთ, ვის უნდა მიუმართოთ, როგორ იწყება საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, აი ახლა ჩვენ ეთერში უთხრათ მათ როგორ უნდა მოიქცნენ. მაგალითად, თქვენი სააგენტო თუ სთავაზობთ გარკვეულ მომსახურებას ან ინფორმაციის მიწოდების კუთხით თუ გაქვთ რამე სერვისი მოქალაქეებისთვის. კი ბატონო, ამასთან დაკავშირებით მუშაობს ხელი ხაზი 405-405, სადაც შეიძლება დარეკონ ნებისმიერ დროს და მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია. სააგენტო ასევე ცდილობს მოახერხოს პირდაპირ კომუნიკაცია მოსახლეობასთან, სადაც განიმარტება ხოლმე მათი უფლებების შესახებ რიგდება ბუკლეტები, მიეწოდებათ ინფორმაცია დეტალურად, რა და როგორ უნდა მოახერხონ მიწის რეგისტრაცია, ქონების რეგისტრაცია, ბინის რეგისტრაცია. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პირველი 31 ივლისიდან მიმდინარე თვის
საჯარო რეესტრების ეროვნული სააგენტო იწყებს პროექტს, რომლითაც მაქსიმალურად მარტივდება უძრავი ქონების რეგისტრაცია და აი იმ სეგმენტს, რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, იქნება შესაძლებლობა მარტივად დანახარჯების გარეშე უფასოდ მიიღოს მომსახურება საჯარო რეესტრის პროაქტიული ჩართულობით. სააგენტო თვითონ დაეხმარება დაინტერესებულ პირებს დოკუმენტაციის შეგროვებაში, ასევე სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებაში, მისთვის რომ მათი საკუთრების უფლება დაარეგისტრირდეს, მათ არ დაჭირდება სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებისთვის მიმართვა. სააგენტო ერთი პანჯრის პრინციპით მოახდენს მათი საკუთრების უფლების რეგისტრაციას, რაც რა თქმა უნდა იქნება თანაბრად შესაძლებელი ნებისმიერი სქესის წარმომადგენელისთვის, თუმცა აღნიშნულ ჭრილშიც უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი რაც გამოიკვეთა ამ სტატისტიკის შესწავლის შემდეგ, ეს არის საზოგადოების ნაკლები ინფორმაცია, რადგანაც დაუშვათ დედაქალაქში შედარებით უფრო დაბალანსებული სიტუაციაა ვიდრე რეგიონებში. გასაგებია. თქვენ აქ ხართ და სანამ მაყურებლები მოვლენ უშუალოდ სააგენტოში და ვთქვათ სპეციალისტებისგან ადგილზე მიიღებენ რჩევას, აქვე რომ განგვიმარტოთ, რა უნდა გააკეთოს ქალმა იმისთვის, რომ ვთქვათ განქორწინებაზე თუ მიდგება საქმე, მისი უფლებები არ დაირღვეს. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ სამ განქორწინებაზე ვისაუბრებდეთ, ქალმა თავდაპირველად უნდა განსაზღვროს მემკვიდრეობის ჭრილში თავისი უფლებები, რაც გულისხმობს იმას, რომ მას აქვს ზუსტად იგივე თანაბარი უფლება და მიიღოს მშობლებისგან მემკვიდრეობა როგორც ვაჟს. შესაბამისად, აქ პირველ ეტაპზევე არ უნდა იქნეს დაშვებული ისეთი ტიპის შეცდომები, როდესაც ოჯახურ ვახშამზე ხშირად მიიღებენ ხოლმე ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც თითქოს არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, შემდეგ მიდიან ნოტარიუსთან და უარს ამბობენ ძმის სასარგებლო თავიანთი მემკვიდრეობის მიღებაზე, რაც შემდეგ ხდება სწორედ მისი ძმის უფლების რეგისტრაციის საფუძველი. მეწერან ხაზი გაუსვი, რომ მიწის რეფორმის პერიოდში ყველას თანაბრად გადაეცა საკუთრების უფლება იმ ქონებაზე, რაც სახელმწიფომ კერძო საკუთრებით გასცა. შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც ქალი ამბობს უარს საკუთარი მემკვიდრეობის მიღებაზე და მას არ რჩება შესაბამისი უძრავი ნივთი, რომელიც იქნებოდა მისი ცხოვრებისთვის გარანტია, რომ იმ შემთხვევაში თუ განქორწინდებოდა, მას შეეძლებოდა დაბრუნებულიყო თავის ოჯახში, რაც კვლევები აჩვენებს, რომ სწორედ აღნიშნული ხდება ხოლმე იმ პრობლემის დასაბამი, რაც მიუთითებს, რომ მას არ აქვს არსაწესოთვლელი და ხშირად მე უკვე დაკავშირებულია. ეს ერთი პრობლემა მემკვიდრეობა. მეორეზეც რომ გითხრათ, განქორწინების შემთხვევაში არის თუ არა გამოსავალი, თქვათ, საქორწინო კონტრაქტი, გაფორმება, ან თქვათ, ერთად ცხოვრების პერიოდში რეგულარულად რეგისტრირება საკუთრების უფლების მეუღლეს. მე მინდა მივაწოდო ინფორმაცია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომ ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონება, ეს არის მეუღლეთა თანასაკუთრება და ასეთად ექვემდებარება კიდეც რეგისტრაციას. უბრალოდ აქ საჭიროა აქტიურობა, მიმართვა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებისთვის და თავისი პოზიციის დაფიქსირება, განცხადება, რომელთაც ის მოითხოვს უფლების რეგისტრაციას და მათ შორის უზენაის სასამართლოს პრაქტიკით დღეს არც რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა შეიძლება არ იყოს გადამწყვეტი, თუ ქალს და კაცს აქვს ერთობლივი მეურნეობის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ ისინი ერთად ცხოვრობენ და ეწევიან ერთობლივ საქმიანობას, ამ შემთხვევაში შეძენილი ქონებაც ითვლება მათ თანასაკუთრებად. შესაბამისად, არ უნდა მოხდეს ხოლმე, როდესაც მეუღლეები ერთად შეიძენენ ნივთს, ის დარეგისტრირდეს რომელიმე მეუღლეზე, რადგან ეს მათი საერთო საკუთრება და ამავე ჭრილში მნიშვნელოვანია, რომ ისიც აღინიშნოს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს თვითონვე კანონი ავალდებულებს და კანონისთვის საჭიროა თვითონ გამოხატოს ინიციატივა და მან მიმართოს თავის უფლების რეალიზაციის მოთხოვნით. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით დევიძე პასუხობდა ჩვენ კითხვებს პირდაპირ ეთერში.